პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები დღეს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს და დაამტკიცეს. კანონპროექტის თანახმად უქმდება მინისტრის საათი და იზრდება ინტერპელაციების რაოდენობა. შალვა პაპუაშვილის განმარტებით დეპუტატები შეძლებენ საჭირო საკითხებზე პრემიერი, მინისტრები და ანგარიშვალდებული პირები პარლამენტში ყველა სასესიო კვირაში დაიბარონ. რეგლამენტის ახალი პროექტით მუდმივ მოქმედ საბჭოებს დროებითი კომისიები ჩაანაცვლებს. იცვლება საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის წესიც. სახელისუფლებო გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ ახალი რეგლამენტი საპარლამენტო საქმიანობას უფრო ეფექტიანს და სტრუქტურულად დახვეწილს გახდის. ინტერპელაციის დღე ჩაითვლება ყოველი სასესიო კვირის 4 შაბათი, 5 შაბათი. ანუ ორი დღე იმის და მიხედვით, რამდენ აღმასრულებელი ხელისუფლების ამდენ წარმომადგენლების მიმართ არსებობს კითხვები და პარლამენტს მქონდეს შესაძლებლობა, რომ ერთის გადაანაწილოს და ერთ კვირაში ბევრი ინტერპელაცია შეძლოს და მეორეს მხრივ ხელი რო არ შეეშალოს საკანონმდებლო პროცესს. როგორც გახსოვთ, მინისტრის საათი და ინტერპელაციაც როცა ქონდა ხოლმე, ისინი 5-6 საათი გრძელდებოდა. ანუ იმ დღეს ფაქტობრივად სხვა საკითხი გარდა ინტერპელაციისა და ამ კომუნიკაციისა ვერ ქონდა. კარგია რომ გაიზარდა ასე ვთქვათ ინტერპელაციების რაოდენობა, ანუ ბევრი ინტერპელაცია იქნება, მაგრამ მე მგონია რომ ეს საკმარისი არ იქნება იმისათვის რომ საჭირო კითხვები იმ რაოდენობით დაისვას და ბევრმა ინტერპელაციამ შესაძლებლობა ამოწუროს რომ ბევრი კითხვა იყოს პასუხგაცემული. ეს ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ამიტომ მე ვფიქრობ რომ უნდა უფრო მეტად დავხვეწოთ ეს საკითხი და გვაქვს ასეთი შემოთავაზება. დელეგატ დეპუტატებს მივცეთ მაშინ ზეპირის სიტყვიერი კითხვის დასმის საშუალება ულიმიტოდ. ჩვენი ინტერესი ამიტომ არის ინტენსივობა, ხშირად მოსვლა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების და ამის საპირწონედ ოღონდ ამ პროცედურის რაც შეიძლება ასე ვთქვათ შემჭიდროებულ ფორმატში მოქცევა იმისთვის რომ არ იყოს გაწელილი მათ შორის შეიძლება თქვათ ერთ დეპუტატს აქვს რაღაც ინტერესი ერთი, მაგრამ ერთი დეპუტატის ინტერესიდან გამომდინარე არ გახდეს 9 საათიანი პროცედურა. აი აქ უნდა მოიძებნოს კომპრომისი. თუ კი საერთოდ საკომპრომისო არის, რომ შეიძლება მაგალითად ნაკლებ კითხვას, სამაგიეროდ ხშირად შეგვიძლია დავსვათ ეს კითხვები. მანამდე მინისტრის საათის დროს თუ კი წელიწადში ერთხელ იყო ამის შესაძლებლობა, ახლა არის ყოველკვირა არის ინტერპელაციის შესაძლებლობა, მათ შორის თვეში ერთხელ პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია იქნება და რეალურად ყოველ თვე შეგვიძლია კითხვები დაუსვათ ნებისმიერ მინისტრს და პრემიერ-მინისტრს.